თერჯოლის რაიონის სოფელი ქვედა სიმონეთი გაზიფიცირებულია. სამუშაოები კომპანია იტერა საქართველოს მთლიანად დაასრულა. ქვედა სიმონეთის მიმართულებით 5,5 კილომეტრის სიგრძის გაზსადენი აშენდა. პროექტის ღირებულებამ 165,000 ლარი შეადგინა. შედეგად სოფელ ქვედა სიმონეთში მცხოვრებ 616 ოჯახს ბუნებრივი აირი შეუფერხებლად მიეწოდება. შესრულებული სამუშაოები ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ნინო ელიქიძემ და იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაკაცარიამ დაათვალიერეს და ადგილობრივი მცხოვრების ფრიდონ რობაქიძის ოჯახში გასქურა აანთეს. ამ წუთში ჩვენ ვიმყოფებით თერჯოლის რაიონის სოფელ ქვემო სიმონეთში, სადაც 5,5 კილომეტრის სიგრძის გაზსადენი იქნა აშენებული და ფაქტიურად მოსახლეობას 616 კომს ოჯახს შეუძლია დღეს მიიღოს ბუნებრივი აირი. მიმდინარეობს დაგსელვითი სამუშაოები, რაც მისცემს საშუალებას, რომ მოსახლეობამ ყველა ამ სოფელში მაცხოვრებელმა მიიღოს გაზი. ზოგადად სოფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაზიფიცირების პროცესი. ეს არის საპრეზიდენტო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ყველა ოჯახში გაზს. ამ სოფელშიც ეს პრობლემა იდგა, უკვე გადაწყვეტილია ეს პრობლემა. რაც შეეხება აქ ასევე სოფელში იდგა გამრიცხველიანების პრობლემა, იდგა გზის პრობლემა, ეს პრობლემებიც არის მოგვარებული.